მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 9%-ით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მგზავრების ნაკადთან ერთად ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში გაიზარდა პირდაპირი რეისების რაოდენობა. ლიდერობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე მიმართულებით პირდაპირი რეისები სრულდება. ქუთაისის აეროპორტმა მიმდინარე წელს მილიონ მგზავრს პირველად გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს პარტნიორ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მოხდეს პირდაპირი რეისების დანიშვნა ჩვენი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან, ისევე როგორც სიხშირეების გაზრდა. სწორედ წარმატებული მოლაპარაკებების შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ პირველად იანვარი-სექტემბრის მონაცემებით გვაქვს ძალიან კარგი და პოზიტიური მაჩვენებელი ავიაციაში მგზავრთნაკადის აღდგენის კუთხით და სასიხარულო ის, რომ საქართველოს 9%-ით გააუმჯობესა მგზავრთნაკადის რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვყავდა COVID პანდემიამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში იზრდება პირდაპირი რეისები, რაც ნიშნავს იმას, რომ იზრდება მგზავრთნაკადი, ჩვენ ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას.